საქართველოში მთელ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ 26 დეკემბერია და ძალიან მალე 2025 წელსაც შევხვდებით. აბა. რაღაცნაირად უბრალოდ თბილა, თუმცა ახალი წელი რა თქმა უნდა მოვა, არ დააყოვნებს და ჩვენ გვინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ახალი წელი, რას გულისხმობს ის. ეს რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთი განცდა, რაღაც ცვლილებების, იმედების განცდა. ამიტომ ბევრი საკუთარ თავს ახალი წლიდან ახალი ცხოვრების დაწყებას პირდება, თუმცა მხოლოდ სურვილი სამწუხაროდ არ არის ხოლმე საკმარისი, საჭიროა რომ მოტივირებულები და ჩამოყალიბებულები შევხვდეთ წლის დასაწყისს. როგორ განსაზღვროთ კონკრეტული და განხორციელებადი მიზნები და როგორ გავხდეთ საკუთარ თავზე უკეთესები? მოდით ამაზე ვიზრუნოთ, კიდევ რა მოვიმოქმედოთ, რომ საოცნებო ცხოვრება რეალობად ვაქციოთ და ვიყოთ მეტად რეალიზებულები და მეტად ჰარმონიაში საკუთარ თავთან, გადავინაცვლოთ უკვე პრაქტიკულ უმნიშვნელოვან რჩევებზე, რომელსაც რა თქმა უნდა მოგცემს ჩვენი სტუმარი, ფსიქოლოგი და ქოუჩი ლალი ბადრიძე, რომელიც ყოველთვის ჯერ პოზიტივით გვუხტავს ხოლმე და შემდეგ იმ რჩევებსაც არ გვაკლებს, რომელიც მიგვაღწევინებს კარგ შედეგს. დილან მშვიდობის. ესე იგი, ახალი წელი მაინც არის განწყობა, ხო? ამბობენ, როგორი განწყობითაც ხვდები, შემდეგ იმ განწყობითვე რაღაცნაირად მოდის. ეს არ ვიცი მართალია თუ არა, თუმცა ასე შევამზადეთ ჩვენი თავები. თუ გჯერა მართალია. და ასევე თუ გჯერა ისიც მართალია, რომ პატარ-პატარა ხერხებით შეგვიძლია ჩვენი გეგმები შევასხათ ფრთები. კი. და ისიც ვიცი, ხალბატონო ლალი, რომ ეს ზოგადი გეგმები, რომელიც ყველას გვაქვს, რომ ვიყოთ ჯანმრთელად, ვიყოთ ბედნიერად, იყოს კარგი გარემო და მდგომარეობა, გარეთაც სახლშიც, ხო? ძალიან ზოგადი სურვილებით ვიცით ხოლმე, ასე ვთქვათ, შემოფარგლა. ეს არ არის სწორი? ჯერ მიდგომაზე ვისაუბროთ, რა უნდა იყოს? ჯერ ზოგადი უნდა ქონდეს, რომ მე კონკრეტულზე გადახვიდე, რა თქმა უნდა. თუმცა სურვილის ჩაფიქრების დროს და ისე მიზნების სასახვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს კონკრეტული და ზუსტად იცოდე რა გინდა. იმიტომ რომ საით მიდიხარ თუ არ იცი, ხო ვერ მიხვალ დანიშნულების ადგილამდე, ხო? ამიტომ ზუსტად იცოდე კონკრეტულად რა გინდა, რომ მიიღო. და როგორ დავიწყოთ თანმიმდევრობა მაგალითად მე ესე შვები ხოლმე რომ ახალი წლის პერიოდი რო გვიახლოვდება ვიწყებ მთელი წლის გაანალიზებას აი რა მოიტანა კარგი, მე რა მოვუტანე ჩემ თავს კარგი, რა ნაბიჯი გადავდგი წინ, ან რა ვერ გადავდგი და ვერ მოვახერხე. ამდენ მუშაო? კი, აი ესე მთელ წელს ვაჯამებ ხოლმე. ვაჯამებ ხოლმე 31-ისთვის ვიწყებ რომ აი ეხლა მორჩა და აი ახალი წლიდან ეს და ვიწყებ მე კონკრეტიკას, მაგრამ ვიწყებ ძველით. საინტერესოა. რომ არ გადავიყოლო რაიმე ნეგატივი, თუნდაც ნეგატივს გულისხმობ იმაში, რომ აი რამე შეუსრულებელი მისია თუ მაქვს ისეთი. რა, ძალიან საინტერესოა და ეხლა გამახსენდა მე-20 საუკუნეში, ანუ წინა საუკუნეში მახსოვს იყო ერთი რეკლამა, რომელმაც კანის ფესტივალზე გაიმარჯვა. და არ იცი რა გახსოვთ თუ არა, ძალიან საინტერესო რეკლამა იყო. აი ეხლა გამახსენდა და მოდივარ ჩვენ პრინციპში ისე თქვით რომ ძველ ამბავს ყოფილა და ჩვენ ციკაურები. მოკლედ სადღაც 80-იან 90-იან წლებში ზუსტად წლები არ მახსოვს და იყო ესეთი რეკლამა. აი სამ ნაწილად და სხვა შორის გაიმარჯვა. მოიგო მოკლედ ეს ლომი კანის ფესტივალის და სამ ნაწილად იყო რეკლამა გაყოფილი. პირველი იყო რომ ხედავ წინა კადრი იყო აღებული რომ მოდის ხულიგანი თავგადაპარსული ბიჭი გარბის სადღაც. მეორე კადრი იყო უკანიდან აღებული როცა ეს ბიჭი გარბის და მოხუცებული ადამიანი დგას და ხელკრავს ამ ადამიანს და გადააგდებს. და მესამე კადრი იყო უკვე ზევიდან. ეს მოხუცებული ადამიანი მიდის და ზევიდან მშენებლობიდან გაეშვათ აგურებით დატვირთული რაღაც სატვირთო და ეცემა და ეს ასწრებს და გადააგდებს და გადაარჩენს. და ბოლოს მოდიოდა ესეთი ტექსტი, რომ თუ სურათს მთლიანად არ ხედავ, არ იცი სინამდვილეში რა ხდება. და საჭიროა რომ ხო, ცხოვრება მთლიანად დავიგო. რა რაკურსით. რა რაკურსით და ნახე, აი ის რაც თქვი რომ ვიხსენებ ხოლმე, ადამიანის ჩვევია ხოლმე რომ რაღაც ამოგლეჯილი მომენტები გავიხსენოთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა სხვანაირ ხედვას გვაძლევს და აი მთლიანად უნდა გადავხედო რა ყველაფერი ეს ამასთან კავშირში და აი ეს მთლიანი სურათი დაინახო თორე ხო ემოცია როგორი გიჩნდება იმ რეკლამასავით რომ რას აკეთებს და სინამდვილეში რამაგან რამეს აკეთებს და აი პირველ რიგში მე მგონია რომ აი ეს რომ ვისწავლოთ რომ მთლიანად შევხედოთ მოვლენებს და ერთმანეთთან კავშირში გავაანალიზოთ
რომ რა იყო ის წელი, როგორი იყო, რა იმ ცუდმა შეიძლება ერთი შეყავდი, რომ რაღაცა კარგი მომიტანა. მას სწავლა, გამზარდა, გამაძლიერა. გააჩნია როგორი თვალით შევხედავთ, პოზიტიური ჭრილით უნდა. აბსოლუტურად გეთახმებით და ამიტომ რაღაცა სარგებელს მოგვიტანს უკვე. ესე იგი, დავხუროთ ეს ძველი წარწერა. შევაჯამოთ გაზარჩეულებრივი. ყოჩახ, იმიტომ რომ ხო, ცოტა პატარა რაღაცეების დანახვით აღიერებით შეიძლება რაღაცა მართლა კარგად გამოიხურო რა მომიტანა ის, რამაც გამახარა და მას იამოვნა და რაც არ მომეწონა. ნახე, ის კი არ უნდა შევცვალო, რაც არ მომეწონა. აი საიდანაც წამოვიდა ის რაც არ მომეწონა. ანუ თვითონ რამ გამოიწვია რომ მე ის გავაკეთე რაც არ მომეწონა. ანუ ქმედების შეცვლაზე კი არ ვიფიქრო, იმაზე მიზეზზე ვიფიქრო, რომ რა იყო ამისი მიზეზი და აქამდე როგორ გამოვასწორე, მის იმუნიტეტი მაინც მექნება, რომ თქვა თუ იგივე შეცდომა მაინც და მაინც კიდევ ერთხელ დავუშვი. სხვა თვალით უფრო რაციონალურად შევხედე. და ახლა ახალი წლის დაგეგმას როგორ იწყებ? ამ ძველი მოტოვებული შეუსრულებელი მისიებით გადმოვდივართ თუ აი ბანულებთან ნოლიდან ვიწყებთ ფიქს, რომ ამ წელისგან რა მინდა, თუ ჩემი თავისგან რა მინდა, აი ნულიდან ცხოვრება გამორიცხულია, ხო? ეს ჩვენი წარსული მოყვება და მინდა რომ ცხოვრება შევცვალო. როგორც წესი ყველა ადამიანს უნდა ცხოვრება. წლის ბოლოს ყოველთვის მაქვს ხომ ესეთი ტრენინგი, როგორ შევცვალო ცხოვრება და დავიწყო ახალი. იმიტომ რომ მე პირადად ყოველთვის ესე ვაკეთებ და ჩემ შემთხვევაში ამართლებს. აბა როგორ აკეთებ ნახე თქვენი მაგალითით? მინდა შევცვალო ცხოვრება. ცხოვრება რომ წარმოვიდგინოთ სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება, ხო? პირველი ეს არის ურთიერთობები გარემოსთან, ოჯახთან, ჩემს ახლობლებთან, მეგობრებთან, სამსახურში. მეორე ეს არის ურთიერთობა ჩემს სამსახურთან, რომელსაც ძალიან დიდი როლი უკავია ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. მესამე ეს არის ურთიერთობა საკუთარ თავთან. და დავფიქრდე, სად მინდა შეცვლა, რისი ცვლილება მინდა, იმიტომ რომ ერთი რამის შეცვლა უკვე იწვევს ყველას შეცვლას, როგორც წავთქვი, ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული და დავინახო ეს მთლიანი სურათი, მერე დავშალო და დავაკვირდე, რა არის ის, რაც არ მომწონს, რაც არ მაწყობს, რაც მინდა რომ უფრო სხვანაირი იყოს. და ნახე უკვე რა მაგარია, უკვე ყველაფერი კი უნდა შევცვალო. ანუ ერთ რაღაცას ვცვლი კონკრეტულს და გავდივარ შედეგზე. და ის კონკრეტული აი როგორც ვთქვით, მიზანს რო დაისახავ, აი ეს მინდა შევცვალო. პირველ რიგში როგორი უნდა იყოს? ჩანაფიქრი, კონკრეტული, რომ ზუსტად ვიცოდე რა მინდა. მეორე უნდა იყოს აუცილებლად რეალური, რომ შესაძლებელი უნდა იყოს იმის გაკეთება, რასაც მე ვფიქრობ, რომ გავაკეთო და არ უნდა იყოს არარეალური, ხო? მესამე უნდა იყოს რელევანტური. ანუ არ უნდა უშლიდეს ეს მიზანი ჩემს სხვა მიზნებს ხელს და შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ეს ყველაფერი. მეოთხე უნდა როცა გავაკეთებ ამას, ზუსტად უნდა გავიგო ეს შესრულდა თუ არა. ანუ უნდა მქონდეს პასუხი, ან ხო, ან არა. შეიძლება შესაძლებელია არა, თუ მე დავისახავ მიზანს, მაგალითად ვიყიდო სახლი. ვიყიდე, თუ ვიყიდე, კი, ესე იგი შევასრულე ჩემი მიზანი თუ არა. ანუ ორჭოფობა არ უნდა იყოს, კონკრეტული პასუხი უნდა დავინახო ჩემი თავი ამოცემლობაში. და ეხა გეტყვით და ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი დროში გაწერილი. როდისთვის მინდა ეს მე. აი ნახეთ ეხა სად არის ჩემი პრობლემა, მოდით. ანუ სიახლე რომელიც მინდა, მაგალითად უკავშირდება ჩემი საცხოვრებელი სახლის შეცვლას. ვეღარ ვეტევით და გაფართოება მინდა. 1-7 წელია ეს მინდა გაბატონო ლალი და არა სულ მინდა, სულ ვამბობ რომ მოდი, მაგრამ არ გამოდის. ხო და აი რა კარგი რამე გასწავლე, ხო ხედავ? აი ამ ხუთი პარამეტრი მიმიყვანეთ გამოსავალთან. ხუთი ეს ნაბიჯი, რომელიც უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მივახციო იმას. პირველი, მოდი, აი უცბად გავსმარტოთ, ჩვენ ამას ვეთქვით. გავსმარტოთ, მოდი. იცი, რომ გინდა როგორი სახლი გინდა? ყევადი. 4 საძინებლით, ეგ ვიცი. ხო, დავეთქვი. კარგი, 4 საძინებლით თუ კორპუსში. ძალიან მომეწონება ესო რო კონდეს, კი. ეზოიადი სახლი სად გინდა? თბილისში თუ თბილისთან? თბილისთან ახლოს. აი არჩილმაც იცის რაც მე და ყველა მე თბილისთან ახლოს. ლოკაცია მოფიქრებული გაქვს თუ ნებისმიერი ადგილი თბილისთან ახლოს გაწყობს? არა, მოფიქრებული მაქვს ლოკაცია. ხო, არ არის აუცილებლად. ეს პირველი რას აკეთებ? ესე იგი გავიგეთ, რომ კონკრეტული მიზანი გაქვს, ხო?
მერე მეორე რამდენად შემიძლია მაგ ამის შესაძლებლობა, მაგ ფინანსური რესურსები. ხო და რო არ მაქვს, იმიტომ არ არის. და აი ნახე. თუ არა მაქვს, მაშინ უკვე აზრი აღარ აქვს. აზრი არა და ამ მომენტში ძალიან წარმატებული ყოველჩაღი ადამიანები ხო დიდად ოცნებობენ და ფიქრობენ და გამოსდით და ბატონო. მე ჩემთვის იმდანაც დიდია რომ არ გამოვიდა. თუ შენ აპრიორში თვლით იკარო, მე ამის რესურსი არ მაქვს, არ გამოვა. მაგრამ ხო შეიძლება იფიქრო, მოდი კრედიტს ავიღებ, თუ შემიძლია რომ კრედიტი ავიღო. უნდა გათვალო მე შემიძლია თუ არ შეგიძლია და თავიდანვე არა გაქვს იმისი რწმენა რომ ეს გამოვა, მაშინ არ გამოვა. ფუჭი არა და სულ ყოველ წელს ჩავიფიქრებ ხოლმე. ჩაფიქრება არ შეგვეძლო. თუ არ ლატარიაში მინდა მოვიგო და ლატარიას არ უწოდეს არ ყიდულობდა. ამაშია ხო, თუ არ შეიძლება რაინდად მოიგე. ხო და თუ არასწორად მოქმედებ. კარგით, ესე იგი თუ არ მაქვს ფინანსური შესაძლებლობა გავეშვი ამ ოცნება. ისე ხო ვერ იყიდი. ამ მომენტში გაეშვი წელს ესე. კიდე ყოველთვის შეიძლება არ გქონდეს კონკრეტული თანხა, კონკრეტული ნივთისთვის თუ კეთილდღეობისთვის. ამიტომ მოიხმარო არ უნდა. არაფერი არ უნდა. ეს ადარი ერთხელ ცხოვრობ, შემოწმდა. არა, გამოსვლი მანქანას მეორე ვერ ვცვლი და არა და მინდა. და გელოდება. ხო და მე მეგონა ჩვენ მივიდოდით რაღაც ძალიან რეალისტურ ნაბიჯებთან და ვერ მივდივარ. ესე იგი უფრო დროში არა, შედეხა უნდა შეცვალო. მოკლედ მისაღებ შედეგებზე უნდა გავთვალოთ, ხო, როგორც მივხვდი. მიზანი შეიძლება შეცვალო, რომ თუ ამ საფს ვერ ვცვლი და არა მაქვს ამისი ფინანსური შესაძლებლობა, მომავალში კი მაგ გეგმაში რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს ფინანსური რა შეიძლება გავაკეთო. გამოიარე რა დავილაპარაკოთ. რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, გაგვეუქმდა ყველაფერი და შესაბამისად ეს ცოტა ხანი კიდე გადაიჩოჩებ შემოთინათი და ახალი ჩელენჯია თან გაუქმების. ყოველთვის ნახე მაღაზიაში ეს კარგ რაღაცას მოგიყვებით. აი ხა შენ ესეთი დანანებით თქვი. მოკლედ ერთი კაცი მიდის ბრძენთან და ეუბნება რომ რა ვქნაო. არ მუშაობო, ახალგაზრდა კაცი ვარო, მაგრამ სამსახური ვერ ვიშოვე, ვერაფერი ვერ ვიშოვე. ჩემი შვილიო, ბიჭიო, იმანაც ვერაფერი ვერ არც სწავლა უნდა, არც არაფერი არ უნდა. გოგო მარტო სეირნობსო, ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობს. ჩემი ცოლი კიდე სუავად არისო და აი ძალიან ცუდად ვარ და როგორ მოვიქცეო. აიღეო უთხრა და შენს კარზეო გარედან გააკეთე წარწერაო რომ ყველაფერი შეიცვლება. მართლაც მივიდა ეს კაცი გააკეთა ამ კარზე წარწერა. ცოტა ხანში დაიწყო თვითონაც მუშაობა, შვილმა ჩააბარა სწავლა დაიწყო, გოგო გათხოვდა არაჩვეულებრივი ოჯახის შექმნა, ცოლი კარგად გახდა და ბედნიერია, მაგარი მანქანით მივიდა ბრძენთან და ეუბნება დიდი მადლობაო რა. ესე გავაკეთეო როგორც შენ მითხარიო, ეს წარწერა გავაკეთე კარებზეო და აი ძალიან მაგრად ვარო და ამას შეხედა და ხო ძალიან კარგიო, მაგრამ ის წარწერა არ ჩამოხსნაო. ამაშია საქმე. კი, დატოვე. სულ აი გახსოვდეს, აი აქ იყოს, აი აქ გამოყვეს და რაღაცა გამოსავალს ნახავ, იმიტომ რომ შენ გადააბადე, შენ სურვილები. არა, ეს არის ძალიან ესეთი, როგორ ვთქვა, მატერიალური ნაწილი და არის მეორე ნაწილი, ხო, რომელიც სულიერ ჰარმონიას, ესე ვთქვათ, იძლევა, ხო და სულ არ უკავშირდება რაღაცებს. აი, ამ ნაწილზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბევრისთვის, როგორც ჩემთვის, შეიძლება შეუძლებელი იყოს იმ რაღაც პატარა, დიდი ოცნებების ახდენა. ამ ეტაპზე მოდი თქვა დავტოვოთ 3 წელი ამ ეტაპზე. აი ეს ნაწილი როგორ მოვაკვიროთ, იმიტომ რომ ერთხელ ჩემმა შვილმა მკითხა, რომ აი აუცილებელია ფული, რომ ბედნიერი იყო და ძალიან დამაფიქრა ამ შეკითხვამ. ძალიან ისეთია, ხო? საჭიროა და ძალიან აფერადებს და ამრავალფეროვნებს ცხოვრებას, თუმცა ბედნიერება ამაში ხო არ არის. და აი ეს ბედნიერება რაღაც ისეთი ძალიან მატერიალური სიუხვის გარეშე, როგორ შეიძლება მოვიპოვოთ ამ მომავალი გარეშე, კარგი სიტყვა თქვი, იმიტომ რომ იყო ერთი ფსიქოლოგი ძალიან ჭკვიანი კაცი მასლოვი, რომელმაც შექმნა ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქია. და ეხლა ქვია მასლოვის პირამიდას ეძახიან. სადაც არის პირველი და მეორე საფეხური, ის რომ სასიცოცხლო საჭირო მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული კონდეს. ის რომ ჭამის პრობლემა არ გაქვს და შიმშილ და თავშესაფარი კონდეს. აი ამის მერე ჩნდება უკვე სხვა მოთხოვნილება. სიყვარულის მოთხოვნილება, აღიარების მოთხოვნილება, შენი მისია რო იყო ძალიან ძნელია, როცა შვილები მშიერი ყავს, თავშესაფარი არა გაქვს და ქუჩაში ხარ და მაღალ მატერიებზე იფიქრო. რა თქმა უნდა.
მინიმალური, ანუ სასიცოცხლო საჭირო მოთხოვნილებები როცა დაკმაყოფილებულია, რა თქმა უნდა ბედნიერება შესაძლებელია. თუმცა არიან გასხივოსნებული ადამიანები, რომელსაც არაფერი არ ჭირდება. და ქუჩაში ათენებენ და აღავენ ბედნიერება ხო გარეთ არ არის, ბედნიერება შენშია. ხო მე ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და აი გარედან როცა ჩანს შეიძლება ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს თითქოს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს და არ არის ბედნიერი. და რა კლია მას იმისათვის, რომ აღიაროს ან დაინახოს ან განიცადოს ეს ბედნიერება, რომელიც რეალურად არ ვიცით აქ თუ არა, ნახე, ეს ინდივიდუალურია. შენი ბედნიერება სხვა არის, ჩემი სხვა არის, რაჩიკოსი სხვა არის, ხო? ის რა ბედნიერება, სხვადასხვა რამე, ვიღაცას ის სახლი აბედნიერებს ზუსტადაც. კი, ხო. ვიღაცას აბედნიერებს გამოქვეყნებული ნაწარმოები, ვიღაცას კარგი როლი, ვიღაცას კარგი შვილები, ვიღაცას კარგად გაკეთებული სადილი, ვიღაცას კარგი წიგნი. აბარა, მე მაგალითად მგონია, რომ ასევე აი ბედნიერებაზე მიხაი ჩიქსენტ-მიხაი არის გარდაიცვალა ესეთი ფსიქოლოგი, რომელმაც დაწერა ძალიან საინტერესო წიგნი. The Flow, ესე ქვია, იქ აღწერა 3 კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვანაირი ბედნიერება აქვთ. ანუ ერთი არის ის კატეგორია, რომელსაც რაც აქვს, იმით იკმაყოფილდება და საერთოდაც არ ფიქრობს სტაბილურობა, მოკლედ რა, სტაბილურად იყოს და კარგად არის. მეორე კატეგორიის ადამიანები არიან, რომლებიც სულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და ფიქრობენ, სულ მოქმედებაში არიან, აი სულ ვითარდებიან, სულ წინ მიდიან და მიუხედავად იმისა, რომ ეს დისკომფორტთან არის დაკავშირებული და კომფორტის ზონიდან გამოსვლასთან სხვანაირად არ შეუძლიათ. და მესამე კატეგორია, რომელმაც უკვე იცის რა მისია აქვს და რატომ მოვიდა ამ ქვეყანაზე. ხო და ჩვენ მე მგონი მეორე კატეგორია ვართ, თან მესამესკენ მივდივართ, ხო, რომ სულ რაღაცას ვაკეთებთ, ამის საჭიროა სულ რაღაცა უნდა აკეთო, რაღაცა მოვიდეს შეხვედრაში. მე მგონია, რომ ცოცხალი ხარ მაშინ, როცა ვითარდები. როცა მოქმედებაში საჩერებ და მოქმედებას კარგი რაღაცა მოგეყვეთ, ამას წინათ მოყვა თორნიკე გურუს თხოვე რომ გეხვეწები მაჩუკე მოუყვები ხოლმე ამას მეთქი და კი ბატონო მითხრა. მოკლედ ერთი კაცი სტუმრობიდან ბრუნდება ღამეა, ძალიან გვიანია და გამოვიდა გარეთ და ელოდება მანქანას. არაფერმა არ გამოიარა, გახდა პირველი ტყეშია რა. გაგიჟებულია, შესწივდა, აღარ იცის რა გააკეთოს და ხედავს ავტობუსი მოდის. დაუქნია ხელი და ავტობუსმა გააჩერა და მძღოლმა უთხარ, ესო გიჟების ავტობუსია, საგიჟეთში გადაყვასო ხალხიო და თუ გინდაო წამოდიოდა, სადაც მეტყვიო გაგიჩერებო. ავიდა ეს კაცი ავტობუსში და იმ სითბოში და იმას ჩაეძინა. და რო გაეყვიძა უკვე აღმოჩნდა რომ ავტობუსი მისულია ამ საგიჟეთში და ჩაყავთ ახლა ეს გიჟები. ჩავიდა ეს და მე მგზავრი ვარო რა, უბრალოდ ვთხოვეო და გიჟი არა, აქ ყველა ესე ამბობს კაცო და შეიყვანა საგიჟეთში. ვაიმე უხსნის რომ არა ვარ გიჟი ბატონო, მე მგზავრი ვარ, აქ ყველა ესე ამბობს. მოკლედ 1-2 წელი გავიდა რომ იქ არის. გადაწყვიტა ხა ტაქტიკას შევცვლო და კაიო გიჟი ვიყავიო და აღარა ვარო რა, დავჭკვიანდი ხავ და გამიშტო. აქ ყველა ესე ამბობს. მოკლედ ამ კაცმა საგიჟეთში დაამთავრა ცხოვრება. მორალი არ უნდა ჩაგეძინოს. ჩაგეძინება? სად გავიღვიძებთ არ ზუსტ. ესე იგი, ისე გამოვიდა, რომ დავფიქრდით ცხოვრებაზე, დავფიქრდით ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ჩვენს არჩევანზე და ჩვენს რეალურად მოთხოვნილებებზე ცხოვრებაში და ესე ძალიან პრაქტიკული ნაწილი არ გამოგვივიდა, რომ ასე დავწეროთ, ესე გავაკეთოთ და ასე რეალისტეთ ცხოვრებაში, თუმცა უფრო დიდი ესე ვთქვათ, სურათი დაგვანახეთ. აბა რა დავწეროთ, მაინც გვითხრათ? რაც გვინდა. ჩვენი ოცნებები, როგორც ჩვენ თქვი, ნახე, ის ვიოცნებოთ ხალხო. ყველაფერი რასაც ხედავთ, მართლა? იცი რატო თიკა ხელი კავშირში არაცნობიერთან და უფრო მუშაობს. ტავკრიფუ არა, დავწერო. ძალიან მნიშვნელოვანია და აი ნახე, როცა წერ, ხო? ის ხვანაირად იაზრებ და მე დაწერილი აღმოჩნდება რომ უმეტესობა და არის ერთი ტექნიკა კიდე რომელსაც მე ვაკეთებ ხოლმე როცა აი ამ ახალი წლისთვის უცებ გითხარით სოსომაპატიე ხო და მოკლედ ნახე ის დიადი მიზნები დავწერო ოღონდ მე პატარ-პატარა მიზნებად დავყო რომ აი როდის რას გავაკეთებ ის ბოლო მქონდეს ის სახლი მაგრამ დავიწყო რომ სანამ სახლამდე მივალ მოდი მიწავიყიდო მაგალითად ან ავა გადავწყვიტო მაინც რა მინდა და სად მინდა ხო უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და მივალ ნელა იქამდე მადლობა ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლალი ბედნიერ წელიწადს გისურვებთ როგორც დაგეგმავთ ისეც რა თქმა უნდა
იდეა დეველოპერი